მოგესალმებით არხზე გემრიელი ცხოვრება, გახლავართ მაკა, ამ არხის დიასახლისი და დღეს თქვენთან ერთად ამ მოკლე ვიდეოში ვამზადებ სულგუნს ჭყინტი ყველისგან. ჭყინტი უმარილო ყველი და სასურველია, რაც შეიძლება ნატურალური და მოუხდელი, რაშიც მე დღეს სრულად არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ყველი მაქვს ნაყიდი. უნდა დავჭრათ თხელ ნაჭრებად. თუმცა მე დავჭერია ესეთ პატარა ნაჭრებად და რაც უფრო დიდი ლასტები იქნება, ანუ ფართობით მეტი და უფრო თხელი, მით უკეთესია, მით უფრო ერთგვაროვნად გადაიზილება ცომი და ესეთი იქნება ფენებად დაიშლება შემდგომ სულგუნი. დავჭერი, როგორც ნახეთ თავად ეკრანზე 611 გრამი იყო, მოვამზადე ჯამი, სადაც თავისუფლად ვიმოქმედებ და ჩაიდანში ახლად ადუღებული ჩვეულებრივი სასმელი წყალი. ეს მდუღარე წყალი ჯამში ჩავასხი და აი ამ ცხელ წყალში ჩავყრი თხლად დაჭრილ ჭყინტ ყველს. როდესაც ყველი ბევრია ხოლმე, არა ისეთი 600 გრამი, როგორიც მე მაქვს, ამდენად ცოტა, ყველი მალე აციებს ცხელ წყალს, ამიტომ ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგამენ ხოლმე, რომ წყალი არ გაუცივდეთ და ერთგვაროვნად და მოსახერხებლად გადნეს, მოსაზელად, მოსახერხებლად ჩადნეს წყალში ეს ყველის ნაჭრები. ხის ნიჩბით ამ ცხელ წყალში ერთ გუნდად ვცდილობ შევკრა ეს ყველი, გადავზილო გადაკეცვის მეთოდით, ამასობაში ყველი გაცხელდა, შედნა, დარბილდა, თიც ვერ ვაჩერებ წყალი ჯერჯერობით, ისეთი ცხელია, როდესაც შეგრილდება, ერთ მუჭად შეიკვრება ეს გამბნარი ყველი, უკვე შევძლებ რომ ამოვიღო და ყველიც აღარ იქნება, ყველის ცომიც, ასე ვთქვათ, აღარ იქნება ისეთი ცხელი, რომ ხელით დავამუშაო, გადმოვიღებ თეფშზე ან ლანგარზე, სადაც იოლად გადაკეცვის მეთოდით გადავზელ, აქ ახლა ღონეც არის საჭირო, ზედმეტ რძიან წყალს ვღური, რომ არ გავიწუწო და ასე თუ ისე ვაკეთებ მჭიდრო ყველის ქვას, რომელსაც კარგად გამოვადენ სითხეს და მივცემ ასე თუ ისე ლამაზ გლუვ ფორმას და ზედაპირს. ახლა ამ 600 გრამ ყველზე დაახლოებით 1 ჩაის კოვზი თავშემოდგმული მარილი მოვაბნიე გარშემო, კარგად შემოვსვარე და შესაფერის ფორმაში კარგად ჩავტენე. არ მომწონს ის, რომ უფრო ბრტყელ ნაჭრებად უნდა დამეჭრა და ერთგვაროვანი ზედაპირი არ აქვს, ესეთი ნაკეცები აქვს, ალბათ ღონივრად ვერც მოვზილე, ამას პროფესიონალიზმი და ყოველდღიური გამოცდილება ჭირდება, თუმცა მილიონჯერ მაინც მაქვს ნანახი, როგორ კეთდება ეს ყველაფერი ჩემო ოჯახში, სამეგრელოში. ახლა ეს ყველაფერი ჩავტენე კარგად. მოვწმინდავ ყველაფერს და ცელოფანს შემოვაკრავ. არ არის აუცილებელი ასეთ ფორმაში ჩაიდოს, შეგვიძლია თავსახურიან ქვაბში ჩავდოთ, მთავარია მარილი მოვაბნიოთ და გავაჩეროთ 2-3 დღე. ახლა ჩვენთან მაისია, ჯერ არ ცხელა, გრილა, მაცივარი არ ჭირდება, მაგიდაზე გავაჩერე და რადგან ვერ მოვითმინე ის 2-3 დღე, მეორე დღესვე, ანუ 24 საათში გადავხსენი და თქვენთან ერთად მინდა ვნახო რა გამოვიდა და გავსინჯო. ზედაპირი გამაგრებული აქვს მარილისგან, კარგად არის ჩატენილი, თიც რო ვაჭერ ნაპირებიდან რძე ამოდის, დანისწვერის დახმარებით გადმომაქვს ეს გაჭედილი ყველი. გვერდები რბილი აქვს, ძირი და ზედაპირი უფრო მეტად მარილიანი. აი თქვენ თავად კარგად ხედავთ, როგორი ბზარები აქვს ყველს, ერთგვაროვანი ზედაპირი არ აქვს, თუმცა ამან მინდა გითხრათ, რომ გემოზე, სურნელზე, კონსისტენციაზე საერთ არ იმოქმედა, ხელები მაქვს ისეთი ცხიმიანი, რომ დანა მისხლტის ხელში, ნახეთ რა საყვარელია. ხელი ნაჭერი მინდა მოვჭრა რომ გაჩვენოთ, შიგნით რა ხდება. აი ასე გამოვიდა უგემრიელესი სურნელოვანი ყველი, ალბათ ჭყინტი ყველი, რომელიც მაღაზიაში ვიყიდე და არ ვიცი ვინ მოამზადა, როგორ მოამზადა და რამდენად მოხადა.
და რომ ყოფილიყო ეს ყველი მართლაც ოჯახის ნატურალური მოუხდელი, სულგუნი აუცილებლად უფრო გემრიელი გამოვიდოდა, მაგრამ რა ვქნა, მე არ ზროხა მყავს და არც იმის საშუალება მაქვს, რომ ნატურალური ჭყინტი ყველი შევიძინო. გამოვიდა 350 გრამი, როგორც თავად ნახეთ. არ მივირთმევთ ახლა, ცოტა ხანი დავაცდით, უფრო მეტად გავაგემრიელებთ ცოტა ყველით, კონტეინერში კარგად მოვსვარე ეს ორივე ნაჭერი ყველი, დავაფარებ თავზე და დაახლოებით 3-4 დღე გავაჩერებ ახლა უკვე მაცივარში. ესეთი ყველი გამომივიდა და გამოგივათ აუცილებლად თქვენს. მიხარია თქვენი ხილვა ჩემ არხზე, მიირთვით გემრიელად.